სიტყვა თქმული საშინელი სამჟავროს შესახებ. ვითარცა იგი დღეთამბათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსვლა ძისა კაცისა. რამე თუ ვითარცა იგი იყვნეს დღეთამბათ ჩინა, პირველ წრით რღვნისა, ჭამდეს და სუმინდეს, იქორწინებდეს და განქორწინებდეს მუნ დღემდე. ვიდრემდე შევიდა ნოე კიდობნად და ვერცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლით რღვნა იგი და წარიღო ყოველი ესრეთ იყოს მოსვლა ძისა კაცისა. ამბობს მათე მახარებელი უფლის სიტყვებს. ასე იქნება კი ნამდვილად. არა. იმას, რაც იყო ნოეს დღეებში, გვაუწყებს ქრისტე თავის სიტყვაში საშინელი სამჟავრო შესახებ იმისთვის, რათა გვიჩვენოს, რომ ასევე უეცრად, ასევე მოულოდნელად მოგვევლინება ძეკაცისა, დიდებითა, თვისითა, ყოველთა წმინდათა ანგელოზებთან ერთად, რათა მოაწყოს თავისი სამჟავრო. რატომ ვამბობ, რომ ზუსტად ისე არ იქნება? ჩემი აზრი ეფუძნება თავად უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს, რამე თუ მან თქვა. ხოლო მეხსეულად შემდგომად ჭირისა მის დღეთასა მზე დაბნელდეს და მთვარე მან არა გამოსეს ნაყოფი თვისი და ვარსკვლავნი დამოცვიდნენ ზეცით და ძალით სათანი შეიძრნენ და მაშინ გამოსდეს სასაური ძისა კაცისაცათა შინა და მაშინ იტყებდნენ ყოვენი ტომნი ქვეყანისანი და იხილონ ძეკაცისაი მომავალი ღრუბელთა ზედაცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა. და მის ამ თავზარდაცემ გამოცხადებას მისივე წმინდა სიტყვების მიხედვით წინ უსრებს დიდი საშინელება, უდიდესი უბედურება. რამე თუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფება მეუფებასა ზედა და იყვნენ სიყმინი და სვანი და ძრვანი ადგილ-ადგილად, ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათა იარს, იმ საზარელ ეპიდემიურ სნეულებათა, რომელიც მუდამ განუყრელია ომებთან. ხედავთ, რომ მოხდება საშინელი ომები, ერები გაანადგურებენ ერთმანეთს, მაშინ არ იქნება ის უზრუნველი შიმშვიდე, რომელიც ნოეს დღეებში იყო, არამედ დადგება ულმობელი და საზარელი ცხოვრება. რამე თუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამიდან სოფლისად, ვიდრე აქამდე და არც აღარ ყოფად არს. ანუ უფალი რო ამბობს, რომ ნოეს დროს რო იყო ისე მოხდებაო, გულისხმობს, რომ მეხსეულად დაიწყება მეორედ მოსვლა, აი როგორც წყლით რღვნა დაიწყო თორე. ნოეს დროს ადამიანები განცხრომაში იყვნენ და მეორედ მოსვლის წინ იქნება დიდი უბედურებები. წმინდა მოციქულისა და ღვთისმეტყველის იოანეს საკვირველ გამოცხადებაში ვკითხულობთ იმ საშინელებათა, იმ სასტიკ ტანჯვათა აღწერილობას, რომელიც წინ უძღვის უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას. ეს იქნება დრო ჟამიანობათა და მიწისძვრისა, იქნება დრო ენუთ აღუწერელი წამებისა. და მაშინ უეცრად იგუხებს საშინელი ხმა მთავარანგელოზის საყვირისა, რომლისგანაც შეძრწუნდება მთელი სამყარო. მაშინ მოხდება ის, რაც ნაწინასწარმეტყველებია წმინდა ესაია წინასწარმეტყველის მიერ, ხოლო ცანი განიხსნებიან, როდესაც მოგვევლინება ქრისტე, შეირყევიან მთები და თუ კი მთებიც კი შეირყევიან, მაშინ რას იზამს ცოდვილი კაცი. ამენ ამენ გეტყვით თქვენ, რამე თუ მოვალ ჟამი დაწვიარს, ოდეს მკვდართა ისმინენ სიტყვანი ძის ღვთისანი და რომელთა ისმინენ ცხონდნენ. ეს როგორ ყველა მკვდარი გაცოცხლდება? ღმრთის ძალით გაცოცხლდება. ღმერთის ნებით განიხსნებიან სამარენი და საფლავი ყოველთა საუკუნიდან შესვენებულთა. უნაპირო ზღვა სასტიკი ქარიშხალით აბობოქრდება და გამორიყავს ურიცხ მკვდარს. მასში დაფლულთა. ძვლებით მოეფინება მთელი ქვეყნიერება.
ადამიანთა ძვლებით და დაიწყება ის, რის შესახებაც არაჩვეულებრივი განსაცვიფრებელი ხილვით აუწყა ღმერთმა ჩვენმა წმინდა ეზეკიელ წინასწარმეტყველს. დაიქმნა ჩემზა და ხმაი უფლისა და გამიყვანა მე სულითა უფლისათა და დამდვა მე შორის სულსა ველისასა და ესე იყო სავსე ძვალებითა კაცთათა და მომავლო მე მათ ზედა გარემო მრგვლივ და ჰა მრავლებ ფრიად პირსა ზედა ველისასა და ჰა ხმელ ფრიად იგინი და თქვა ჩემდამო ძეო კაცისაო უკე თუ განცოცხლდეს ძვლები ესე და ვთქუ ადონაი უფალო შენ უწყნი ეგენი და თქვა ჩემდამო წინასწარმეტყველებ ძვლებსა ამას ზედა წინასწარმეტყველებ ძეო კაცისაო და თქვა მათდამი ძვალთა ხმელთა ისმინეთ სიტყვა უფლისაი ამას ეტყვის ადონაი უფალი ძვლებს ამას აჰა მე მოვიყვანო თქვენზე და სული სიცოცხლისაი და მივსე თქვენზე და ტყავი და მივსე სული ჩემი თქვენზე და განცოცხლდეთ და სცნათ რამე თუ მე ვარ უფალი და ვწინასწარმეტყველებთ ვითარცა მამცნომე უფალმა და იქმნა ხმაი ვწინასწარმეტყველებთ რაიმე და ჰა ძრვა და მოიყვანა ძვალი ძვალი ძვალისა მიმართ თითეული შენაწევრებისა მიმართ მისისა და ვიხილე და ჰა ზედა დაექმნეს მათ ძარღვნი და ხორცნი აღმოსენდებოდეს და აღმოვიდოდეს მათ ზედა და გარე მოეთხარა მათ ზედა ტყავი გარე მოერთხა მათ ზედა ტყავი ზედა კერძო და სული არა იყო მათ შორის და თქვა ჩემდამო წინასწარმეტყველებ სულისა ზედა წინასწარმეტყველებ ძეო კაცისაო და ვრქუ სულსა ამას იტყვის ადონაი უფალი ოთხთაგან სულთა მოვედი სული და მიებერნენ მკვდართა მათ მიმართ და განცოცხლდნენ და ვიწინასწარმეტყველე ვითარცა იგი მამცნო მე და შევიდა მათამი სული და განცოცხლდეს და დადგეს ფერხთა მათაზე და შესაკრებელი მრავალი ფრიად და იტყოდა უფალი ჩემდამო მეტყველი ძეო კაცისაო ძვალები ესე ყოველი სახლი ისრაელისა იარს იგინი იტყვიან ხმელ იქმნეს ზვანი ჩვენი წარწყმდა სული ჩვენი მოვისრენით ამისთვის წინასწარმეტყველებ ძეო კაცისაო და თქვუ მათამი ამათ იტყვის უფალი ღმერთი აჰა მე აღვახვნე სამარენი თქვენი ერო ჩემო და აგმოგიყვანენ თქვენ საფლავთაგან თქვენთა და შეგიყვანენ თქვენ ქვეყანად ისრაელისა და სანდ რამე თუ მე ვარ უფალი განღებასა შინა ჩემგან საფლავთა თქვენთასა აღმოვიყვანება თქვენ და საფლავთაგან თქვენთა ერო ჩემო და მივსე სული ჩემი თქვენზე და გაცოცხლეთ ასე იქმნება მაშინად როდესაც გაიხსნება ყველა საფლავი როდესაც ზღვა გამორიყავს თავის მკვდრებს მაშინ მთელი მიწა ხმელი ძვლები დაიფარება და უეცრად ეს ძვლები ღვთის ბრძანებით მოძრაობას დაიწყებენ და ერთმანეთს შეუერთდებიან ხოირა საშინელი ძვალთა ჩხრიალი ატყდება მაშინ ეს გრგვინვა გრიალი გააკურგვებს არემარეს ძვლები ერთმანეთს მიებმებიან ზარღვებს შეისხამენ ხორცნი აღმოუცემდება მათზე და ტყავი შეიმოსება და სული შევა მათში და უდიდეს სასაულს მოახდენს უფალი მან ხილვაში უთხრა იოანე ღვთისმეტყველს აჰა ესე რა ყოველსავე ახალ ყოფ და შექმნის უფალი მკვდართა ახალ სხეულებს ხორცს თავისი თვისებებით ჩვენთვის უცნობს მაგრამ წმინდა წერილში ნათქვამია რომ ისინი იქნებიან სულიერი სხეულები წმინდა პავლე მოციქული გვაუწყებს ჩვენ მათ შესახებ რომლებიც ქრისტეს აშინელი სამჟავროს დღეს ჯერ კიდევ ცოცხლები იქნებიან იგი ასე ამბობს აჰა ესე რა საიდუმლოსა გითხრობ თქვენ ყოველთავე უკე თუ არა შევისვენოთ
ხოლო ყოველივე განვახდეთ. მეხსა, შინა, წამსა, თვალისასა, უკანა ისქნელითა, მით საყვირითა. რამე თუ საყვირსა დაეცეს და მკვდარნი იგი აღდგენ უხსნელი და ჩვენ განვახდეთ. რამე თუ ჯერ არს ხრწნილისა ამისა შემოსად უხსნელებაი და მოკვდავისა ამის შემოსვად უკვდავებაი. ანუ ვინც მკვდარი იყო, ისინი ხო გაცოცხლებიან ყველა ხილ შეისხავს და შეისხავენ სულიერ სხეულს, რომელიც იქნება მარადიული. და ვინც ცოცხალი იქნება, ისინი შეიცვლებიან და იმათი სხეულებიც გახდება უხსნელი და აღარ იქნება მოკვდავი. თვალის დახამხამებაში მკვდრეთით აღდგართა და ცოცხალთა მეხსეულად განახლებული სხეულები სრულიად ახალ თვისებებს შეიძენენ. ისინი უხსნელები გახდებიან და მარადიულად იცოცხლებენ თავიანთ უკვდავ სულებთან ერთად. მას ასე მოხდება შემზარავი მსოფლიო კატასტროფა, რომლის შესახებას თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებდა. რაზედაც წმინდა ესაია წინასწარმეტყველი, წმინდა პეტრე მოციქული მეორე კათოლიკე ეპისტოლეში და იოანე ღვთისმეტყველი გამოცხადებაში საუბრობენ. ყველა მათგანი ამბობდა, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის საშინელ დღეს სამყაროს დასასრული დადგება. ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაი, ვით არც ამ პარავი ღამისაი, რომელსაც შინაც სანი მძაფრიად წახდნენ და წესნი იგი დაიწვნენ და დაზველდნენ და ქვეყანაი და მას შინა საქმენი დაიწვნენ. რამე თუ ესე ყოველი ესრეთ დაზველდებიან. რაბამთაი ჯერას თქვენი ყოფაი წმინდითა ქცევითა და კეთილითა მსახურებითა, რაითა მოელოდით და ისწრაფდით მოსვლასა მას დღესამისთვისასა, რომელსაც შინაც სანი ხურვალენი დაისხნენ და წესნი დაიწვნენ და დადნენ. მსოფლიო ენით აღუწერელი კატასტროფა მოიცავს. მსოფლიოს ენით აღუწერელი კატასტროფა მოიცავს. მთელ სამყაროს შემაძრწუნებელი ჯერ არნახული ცეცხლი შთანთქავს და მაშინ დადგება დღე, როდესაც უფალი ყოველივე ახალ შექმნის, ახალ მიწას, ახალ იერუსალიმს და ახალ სამყაროს საზარელი არი ცეცხლოვანი მდინარის მსგავსად მთელ დედამიწას მოიცავს. წალეკავს მკვდრეთით აღდგართ ყველას, ვინც უწინ ცოცხალი იყო მეხსეულად განახლებულთას და უხსნელთას და შორს გაიტაცებს დედამიწიდან, რომელიც იწვის და ირღვევა, მიიყვან საშინელ სამჟავროს ადგილზე და იქ, სადაც ღრუბლებზე დაბრძანებული გაცხადებდა მართალი მსაჯული უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე ანგელოსთან მთელ დასებთან ერთად. და წარდგება მის წინაშე ყოველი ერი, ყოველი კაცი, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია, უძველესი ქვისა და ბრინჯაოს ხანის ადამიანები. წარმოდგებიან მაშინ, როდესაც საშინელი წყდიადი დაისადგურებს, რამე თუ მზე დაბნელდეს და მთოვარემან არა გამოსეს ნაყოფი თვისი და ვარსკვლავი დამოცვივნენ ზეცით და ძანით სათანი შეიძნენ. მაგრამ ეს წყდიადი განათლდება, განცისკროვდება უჩვეულო ნათლით, რადგანაც უეცრად ცის კაბადონზე გამოისახება ძეკაცისას ნიშანი, წმინდა ჯვარი, რომლის გასხივოსნებული ნათებად ციურ სხეულების ელვარებას დაჩრდილავს. და მაშინ გამოჩნდეს სასაული ძისა კაცისაც ათაშინა და მაშინ იტყებდნენ ყოველი ტომნი ქვეყანისანი და იხილონ ძეკაცისაი, მომავალი ღრუბლთა ზედა ცისათა, ძალითა და დიდებითა მრავლითა. და ყოველი ერი იხილავს მას, რომელიც ასე ბევრს არ სამდა, იხილავენ ისინი, რომლებმაც ჯვარს აცვეს უფალი იესო. მავანი, ვინც მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში დღევანდელ დღემდე განუწყვეტლებ და შეუნდობელად აღრძენებდნენ უფალ იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრასა და მისი უმანკო და ფასდაუდებელი სისხლის შემღალავს. იხილავენ ურწმუნონი და შედრკებიან, იხილავენ და გამოუთქმელი შიში შეიპყრობთ, რამე თუ რას თვალით იხილეს შეუძლებელია ის არ იწამო. თავად დაინახევენ და მთრთოლვარე გულით შეიგრძნობენ საზარელ შისა და ზრწოლას,
რომლისგანაც გაქცევას გამოქვაბულებსა და უცბულებში შეესწებიან და შეევედრდებიან მთებს, რომ ზედ დაეცნენ და დაფარონ ისინი კრავის რისხვისაგან. მაგრამ ვერაფერი დამალავს მათ, რამე თუ მარადიულია სამართალი ღმრთისა. რადგანაც სიმართლე, რომელიც ასე ხშირად ითელება ჩვენ სოდვილ მიწაზე და ეს სოდვა, ეს ფეხქვეშ გათვლა სიმართლისა შეუძლებელია არ დაისაჯოს და სწორედ მაშინ დიადი და სრულყოფილი ღვთიური ჭეშმარიტება მთელ სამყაროში გამოგწმინდება. და განიხარებენ ისინი, რომლებსაც მთელი ცხოვრება ეს ჭეშმარიტება სწყუროდათ. ეძიებდნენ მას და ვერ პოვებენ მაშინ. ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად აღეხენით თქვენი და აღიპრეთ თავნი თქვენი, რამე თუ მოწენულ არს გამოხსნაი თქვენი. უკიდოგანო სიხარულით, ზეიმით აღდგება ყველა წმინდანი. ძრწოლითა და თრთოლით აღემართებიან ურწმუნონი, შემღალვენი ქრისტეს სისხლისა. ურწმუნოთა რაოდენობა კი უხსოვარი დროიდან ურიცხვი გახლავთ. აკი ძველი დროის ბრძენი ისუ ძე ზირაქისა მათ ნათქვამს გვაუწყებდა. შემთხვევით ვიბადებით და შემდეგ თითქოს არც ყოფილვართ და სული ჩვენი ჰაერში გაიფანტება. ზოგიერთს გონია შემთხვევით დავიბადე, რომ მოკვდები გავქრები. არა, არ გაიფანტება ჰაერში. და არც ისე იქნება თითქოს არც დაბადებულან. არამედ აღდგებიან და შიშითა და ძრწოლით წარდგებიან მრისხანე მსაჯულის წინაშე. და დადგება ჟამი, როდესაც ღვთიური ჭეშმარიტება ქვეყნიერებას გაეცხადება. ყოვლის მყრობელი და სამყაროს მსაჯული უფალი მართლთად ცოდვილთაგან გამოარჩევს, გამართლებულებს მარჯვნივ დაიყენებს, ხოლო განუმართლებლებს მარცხნივ და წარმოთქვავს იმ სიტყვებს, რომლებსაც ისმენდი თქვენ სახარების კითხვისა. განამართლებს იგი და მამისა თვისისაგან კურთხეულობს უწოდებს მათ ყველას, ვინც უბედური, გაწამებული და გაჭირვებული ადამიანების მიმართ მოწყალებას არ იშურებდა. დაჟის და მარადიულ სატანჯოს მისცემს მათ, ვისაც არასოდეს და არავის მიმართ მოწყალება არ გაუღია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რაც გამოგვიცხადა უფალმა თავისი საშინელი სამგზავრო შესახებ. ზედმიწევნით საყურადღებოა ვიცოდეთ, რომ იგი მხოლოდ მოწყალების გაღების ან მისი არარსებობის მიხედვით განжის ადამიანებს. ღმერთი არ იკითხავს არაფერს სხვას და ცოდვილებს განжის მხოლოდ იმისთვის, რომ მათ არ გააჩნდათ თანაგრძნობის, შებრალების, მოწყალების გაღებისა და სიყვარულის უნარი მოყვასის მიმართ. მხოლოდ ერთ რამეს მოკითხავს ღმერთი კაცობრიობას. რატო არ იყო ადამიანი მოწყალე? ყველა ცოდვილს ამას ეტყვის. გაამართლებს იმას, ვინც იწყალებდა და არ გაამართლებს იმას, ვინც არ იწყალებდა. რატომ არის ეს საკმარისი? რატომ არ სჭირდება უფალი იესოს მეტი არაფრის კითხვა? იმიტომ რომ სიყვარულია აღსრულება მთელი ჟულისა, ხოლო სიყვარულის არარსებობა ფეხქვეშ გათელვა ქრისტეს ჟულისა. მამისაგან კურთხეულებად მოიხსენებს მათ, ვინც სიყვარულით, მოწყალებით, სიბრალულითა და თანაგრძნობით იყო აღსავსე. წყეულებს და სამუდამო ტანჯვისათვის განწირულებს უწოდებს მათ, ვინც თავის საქმით დაამტკიცა, რომ ღვთის ჟულის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სიყვარულით სრულიად უცხოა მისთვის, რომ ჟულის დარღვევითა და წმინდა სიყვარულის გათელვით მათ უარყვეს თავად კანონი სიკეთისა და ბოროტება ამჯობინეს მათ. მათ არ სურდათ ქრისტეს გზით სიარული და ბოროტების თავიანთი გზა აირჩიეს. მას აღშფოთეთ იმის გამო, რომ ისინი სამუდამო სატანჯოს მიეცემიან? არა. რადგან სასიკვდილო განაჩენი საკუთარ თავს
თავადვე გამოუტანეს. ქრისტეს ეს შემაძრწუნებელი სიტყვები რომ არ წარმოეთქვა, ისინი მაინც თავად გამოუტანდნენ საკუთარ თავს განაჩენს. 1000 წლის წინ ცხოვრები ადამიანები როგორ მოახერხებდნენ ამას. დღევანდელი საკვირაო გალობის ჟამს, როდესაც საშინელი სამჟავრო სცენება აღესრულება, თქვენ მოისმინეთ, რომ სამჟავროს დაწყებისას გადაიშლება წიგნები, რომელშიაც თითოეული ადამიანის საქმეებია აღწერილი. რა საჭიროა ეს გადაშლილი წიგნები? განასჭირდება ისინი ყოვლისწოდნე ღმერთს? არა, ცხადია არა. ეს წიგნები მხოლოდ სიმბოლური ასახვაა იმის, რაც უხილავად დაბეჭდილია თითოეული ადამიანის სინდისა და მის უკვდავ სულზე. უეცრად თვალის დახამხამებაში გაირბენს მათ წინ მთელი ცხოვრება. უმცირესი წვრილმანებიც კი ზედმიწევნით მოაგონდებათ. ყოველ ბოროტ სიტყვას, ყოველ ბოროტ საქმეს, ყველა უწმინდურ აზრს გაიხსენებენ და შეძრწუნდებიან. თუ ბოროტმოქმედი ღვთის გმობი და ქრისტეს სიცხლის შემღალავი იყო, ყველა ეს საშინელება მეხსეულად მათ სულიერ თვალთა წინაშე წარმოსდგება. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, რის შესახებაც ვსაუბრობ და რაზეც ვფიქრობთ, წარუშლელად იბეჭდება ჩვენ სულში. სული ამ ყველაფერს ინახავს და როდესაც იგი ხორცის მარწუხებიდან განთავისუფლდება და სულიერ სხეულს შეიძენს, მაშინ იგი ადამიანის სულიერ თვალებს დაანახებს ყოველივე იმას, რაც მისი სიცოცხლის განმავლობაში ხდებოდა. ეს საკუთარი თავის მიმართ გამოტანილი საშინელი სამჟავრო იქნება. საკუთარი სული და საკუთარი სინდისი განჟის ადამიანს. ამიტომაც სავსებით სამართლიანია და მართებული, რომ ბოროტების მსახურნი გადაცემული იქნებიან ეშმაკებისა და მისი ანგელოზების ხელში, რომლებიც განუდგნენ სიკეთეს და ბოროტების სათავედ იქცნენ. მათთან დაუსრულებელ ერთობაში იარსებებენ ქრისტეს ჯვარცმელნი და მისი წმინდა სისხლის შემღალველი. ამ ერთობაში მათი ბოროტება და სისასტიკე უსაზღვროდ გაიზრდება. სწორედ ამაში მდგომარეობს მათი უსაზღრო ტანჯვა წამება. აი ეს არის საშინელი სამჟავროს არსი. აი რა უნდა ვიცოდე და რისი უნდა გვწამდეს უპირებოდ. რამე თუ ყოველივე ასე ახსნდება. ასე ბრძანებდნენ ქრისტე, მისი წმინდა მოციქულები და წინასწარ მეტყველი, ხოლო სიტყვა მათი ჭეშმარიტება. მას როგორ მოვიქცეთ ჩვენ, რომლებსაც წარმოსახაში გვაქვს შექმნილი საშინელი სამჟავროს სურათი. პასუხს ჩემ ნაცვლად ნეტარი პეტრე მოციქულის სიტყვებით გამცნებთ. ამისთვის საყვარელო, ამას მოელოდით და ისწრაფდეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისთა პოვნად მშვიდობით და უფლისა ჩვენისა იგი სულძელებაი ცხოვრებად შეღრაცხეთ. წინასწარ იზრუნეთ იმაზე, რომ საშინელი სამჟავრო თქვენთვის შემაძრწუნებელ და აუტანელ ბოროტებად კი არა სიხარულად იქცეს. ისე იცხოვრეთ, რომ როდესაც მთავარანგელოზი საშინელი საყვირის ხმას გაიგებთ, როდესაც თქვენი სხეული აღდგება, შეგეძლოთ პირზე ღიმილით ქედი მოიხაროთ უფლის წინაშე და ადიდოთ სახელი მისი, რომელიც საბოლოოდ განჟის მძიმე ცოდვილებს, რომელთა დაუჟელობაც ვერ იტანდა ვერც თქვენი და ვერც ნებისმიერი კეთილი ადამიანის სული. დაევიცხოვროთ ისე, რომ საშინელმა სამჟავრომ და მთავარანგელოზი საყვირმა ძორის ნაცვლად უსაზღრო სიყვარული მოგვაროს და ვუგალობდეთ მარადიულ და მართალ სამჟავროს, რომელიც თითეულს საქმეთა მათაებ მიაგებს. მისა დიდება იაც და დღეთა მათ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ. ეს სიტყვა წმინდა ლუკას თქმული პირდაპირ ყველაფერს გვეუბნება, რა როგორ მოხდება, რა როგორ იქნება. და როდი ჩაიხედება კაცი თავის თავში, ახლა
ჩვენი სულის წიგნები ჯერ არ გახსნილა, მაგრამ მაინც ხო ხვდები რომ არაფერი კაი კაცი არ გაიკეთებია. თუ გადახედავ თუ გულსფრელი იქნები შენ ცხოვრებას, ცოდვა და ჭაბუკობიდან, ბავშვობიდან მოდის იმასაკამდე, სადაც ხარ. ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ ვიყოთ მოწყალეები. მოწყალება როგორც აქ მოისმინეთ არის თუ კაცი არის მოწყალე მას აქვს სიყვარული და კაც თუ აქვს სიყვარული ის მთელ ჟულს ასრულებს. თუ ადამიანს არ აქვს სიყვარული, თუ ადამიანი არ არის მოწყალე, იმან გადაუხვია ქრისტეს გზას და არის თავის არჩეულ ბოროტ გზაზე. მერთვა მოგცეს ეს მოწყალება, ვიცხოვროთ წმინდა, თუ გვახსოვდეს რომ ჩვენ საშინელ სამჟავროზე ღვთის წინაშე დავდგებით, ახით როგორი შემაწწუნებელი სიტყვა იყო, თა დაიწყებს ბრძოლას და ცოდვილ კაცს რა უნდა მოუვიდეს. და რომ გაიხსნება ეს სინდისის წიგნი, იქ შენი სინდისი გეუბნება რომ უნდა დაისეჯო. უკვე ხვდები რომ ცუათაა შეისახა. ამიტომ ვეცადოთ რომ მოწყალები ვიყოთ. დიდარ ადამიანებს ღმერთის სიმდიდრებს აძლევს იმიტომ რომ იყვნენ მოწყალეები. რომ ადვილად ცხონდნენ. ეხლა როდესაც ამას ვკითხულობდი, ესეთი აზრი მომივიდა. გუშინაც და დღესაც. როგორი ადვილია რომ დიდარი ცხონდეს. თელ საქართველოს თუ გულსრველები ვიქნებით, რამდენიმე ოჯახი აჭმოს. რამდენიმე ოჯახი წვიტავს რა უნდა ვჭამოთ და რა ფასად უნდა ვჭამოთ. მათ შეუძლიათ რომ ადვილად ცხონდნენ. რათ უნდა კანონის მიღება რომ ხალხს იაფად აჭამო? შენ თვითონ იყავი მოწყალე, მოიკელი და აჭამე. წარმოიდგინეთ, უფალი ჩვენ გვეუბნება რომ ერთ კაცს უფლის სახელი თუ დაალევნებ გრილ წყალს მიიღებ ჯილდოს. და დაფიქრდით, რამხელა ჯილდოს მიუღება შეუძლია ადამიანს, რომელსაც შეუძლია რომ თერიერი გამოკვებოს. და სულ ცოტა შემოსავალი მოიკლოს. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ყველა ჩვენგანთან მოვა სიკვდილი და სიკვდილი განგვაშორებს ყველაფერს. სიმდიდრესაც, პატივსაც, თანამდებობასაც. მაგრამ ვერ გაგაშორებს იმას, თუ კი სიცოცხლეში გააკეთე სიკეთე. აი ასპარეზი. ახეთ რა კაი შანსი აქვს ამ ადამიანებს. რამდენიმე ოჯახი უნდა შეიკრიბოს და თქვას, რომ მოდი მოწყალეები ვიყოთ და ხალხს ვაჭამოთ იაფად. და ამოისუნთქავს ხალხი. არ არის საჭირო არც კანონები, არც ბჭობა, არაფერი. თავარია კაც ღმერთი წამდეს, ახსოვდეს რომ იქნება სამჟავრო, სადაც ყველაფრისთვის განიშები, ყველა საქმისთვის. ჩვენს მაგაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენს მოწყალეები უნდა ვიყოთ. ეხლა მარტო იმაზე ვიფიქრო, რომ სხვა რატო არ არის მოწყალე, ეგ სწორი არ არის. ჩვენ რა შეგვიძლია სიკეთე უნდა ვაკეთოთ. მე დავითნე კითხულობდა 60 ქულოში. საშინელ მეორედ მოსვლაზე რო არის საკითხავი, წერია რომ ათეულს გასცემდნენ ადამიანები მოწყალებად. დავანებოთ იმ რამდენიმე ოჯახს ერთი წუთი თავი. ჩვენ უბრალო ხალხმა რო ათეული მოწყალებად გავცეთ. რამდენ სიკეთეს გავაკეთეთ. ქალაქში მათხოვარი აღარ იქნება. ვალი აღარავის აღარ იქნება. ამიტომ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ წმინდად
და თუ კი დავინახავთ, რომ ვიღაცა სწორედ არ ითქმრობს, იმისთვის ღმერთ შევევედროთ, რომ ღმერთმა ისიც მოწყალე გახადოს, რომ მოწყალება მერე გადაარჩინოს მარადეული ტანჯვისაგან. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგურთოთ.